მოგესალმოთ, ეს არის ბილი, ერთადერთი ქართველი გოგონა ბაიკზე, რომელიც უკვე წლებია მოტოციკლს მართავს და სულაც არ ფიქრობს, რომ გადაადგილების ეს საშუალება მხოლოდ მამაკაცებმა უნდა მართონ. ის თბილისის ქუჩებში სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება. ცხოვრების განმავლობაში ერთხელ უნდა შემთხვევა, როდესაც ავარიაში მოგვა, დანარჩენი მრავალწლიანი სტაჟის განმავლობაში მას არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ქონია. სად არის ქალის როლი 21 საუკუნეში სამზარეულოში, ისევე როგორც ეს წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული მოსაზრება, თუ თანამედროვე ძლიერი ქალი. ქალები კაცების წინააღმდეგ ასე დავარქვით დღევანდელ გადაცემას და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ საინტერესო დისკუსია გამოგვივა. სამზარეულოს ქალი ვერ ასწრებს. თქვენს დაგვეხმარეთ, თქვენს გახდეთ ხოხლის ლომები. სამზარეულოს ლომი ვერ გავხდეთ, ფაფარი არ ვიწყობს ხელს. რატო არის ასეთი აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ცოლის მოზელი რიჭადი უნდა მიირთო? იქნებ სამზარეულოში. ვანაში ყავის არაცის მანქანა. მე იმდენად ძლიერი ხასიათი მაქვს, რომ მე კაცები ვერ მიძლებენ. ოჯახში სადაც ქალი ძლიერია, ამ შემთხვევაში თქვენ ოჯახს ვერ გეკითხებით. განსაკუთრება გულისხმობს თავისთავად თანაბარ შესაძლებლობებს. თანაბარ უფლებების ძებნას უნდა იწოდე ქალები რა. კაცები დააკნილია. უბრალოდ მამაკაცებს რატომღაც ამის აღიარება არ გინდათ? ქალის პირველადი ფუნქცია არის ოჯახი. ეს იცით ძიმია ქალი. ქალში გენეტიკურად დევს, ის რაც ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს არა. მე მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არ ყოლი არასდროს, ძალიან ბევრი რაღაცა დავიკენდი. ოდო ცოლი რატო არ მოყავს? მე ვეძებ ჭკვიან ადამიანს. რომელიც იქნება ქალიშვილი და სექსში გამოცდილი, ხო? მე მახსოვს, ჩემი მეორე ქმა, მეორე. ვერ ახედავ რომელი ეს და კიდევ ბევრი საინტერესო თემა მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეფექტი მადლობა რომ შემოგვერთით. ბილი, რამდენი წელია უკვე რაც ბაიკს მართავ? ბაიკს მართავ 9 წელია, ანუ რა. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავჭერდი პირველად. და თუ არ ჩავთვლით ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას, სხვა ინციდენტი არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით მართლაც რომ ერთ საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას, არაფერი არ დამართნია არასდროს. აი, დაჟე არც წავქცეულ ვარ მოტოციკლეთით. რის შემდეგ მიხვდი რომ ეს ყველაფერი იყო შენი გადაცემა? მეტნაკლებად მაინც ახლა ბაიკი ასოცირდება მამაკაცთან, რომელიც მართავს. მე არ ვთვლი რომ ეს არის გატაცება. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი ჩემთვის. ზოგი იმ ავარიის მერე აღარც დაჯდებოდა. მე მიყვარს უბრალოდ, აი როგორც რაღაც გიყვარს, ადამიანი გიყვარს, ისე მიყვარს ჩემი მოტოციკლეთი. შეხარ ახლა 20 წლის. 9 წლის წინ დაჯექი პირველად მოტოციკლზე, როგორც 11 წლის იყავი, როდესაც პირველად დაიწყე 11 წლის იყავი პირველად, როდესაც დავჯექი მოტოზე. საკუთარი მყავდა 13 წლის. რა რეაქციით ხვდება ხალხი, როდესაც ქუჩაში ხედავენ გოგონას? იცით რა არის, ანუ ძალიან ვერ შეეჩვია ქალაქი, რომ შეიძლება გოგო მიაროს მოტოციკლეთით, სკუტერით, რაღაც ცუდი რეაქცია მოყვება უბრალოდ ის, რომ მოგზდევს უკან და არჩევს გოგო ხარ მართლა თუ ბიჭი თუ რა ხარ ვერ იგებენ. ანუ რა ვიცი, რაღაცნაირი რეაქციები აქვს ხოლმე, შუქნიშანზე მეზარება გაჩერება მაგალითად, იმიტომ რომ აი რო არ იციან რა გითხრა რა და გოგო ხარ ბოლოს გეკითხებიან. კი გოგო, არ გამარჯობა, ბილი, მე ვიცი რომ სანამ შენ შეგემთხოვდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მანამდე იყო რომ შენ დადიოდი მაღალ ქუსლებიანი ფეხსაცმლით რაღაცა ისეთი ძალიან ქალური სამოსით ბაიკზე. აი ხაც იცით რა არის, როდესაც საქმეზე მიდიხარ, ეს არის ჩემი ტრანსპორტი თან ყველაფერთან ერთად და ანუ საქმეზე შეხვედრაზე რაღაცაზე თუ მიწევდა, ანუ თუნდაც ქუსლები, თუნდაც ნორმალურ ანუ გოგოს ფორმაშიც. გამოსასულ კაბაში ჯდარ ხარ ბაიკზე? ჯდარ ვარ. აპლოდისმენტები ბილის. ქალის როლი 21 საუკუნეში. ასე დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მინდა ვკითხო ია ფარულავას. წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული ტრადიცია, რომ ქალის როლი არის სამზარეულოში. ახლა ძალიან ბევრი მამაკაც რომ მკითხო, გეტყვიან რომ ქალის როლი არის ადგილი არის სამზარეულოში. რეალურად რის შემდეგ გაძლიერდა ქალის როლი და წამოხვედი წინა პლანზე და ხშირ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ რომ მამაკაცებიც დაგჭირდება. საქართველოში მე ვფიქრობ ქალის როლი ყოველთვის ძლიერი იყო. მოდი იცი რა მინდა გავიხსენო, გიგლა ფერცხალავას ცნობილი კარიკატურა თუ გახსოვს, კაცს აქვს ხელებზე ესეთი ისენი გაკეთებული ეგრეთ წოდებული ჩოტკები და ქალს უჭირავს დიდი ესეთი ზორბაცოლი ყავს და ესე უჭირავს და ეხაც არ იყიდით წესას რუც. არის ეგეთი თუ გახსოვს, გაიხსენეთ ბატონო ჯამლეთ. ანუ წარმოიდგინე ეს არის თქვენი დროის კარიკატურა, მეც თითქმის თქვენი დროის ვარ. სადღაც 19 საუკუნის დასასრული. კარგით რა. ეს იყო 60-იანი წლების კარიკატურა, 70-იანი წლების. ანუ ეხლა წარმოიდგინე იმ დროს რომ ესეთი ქალი, რაღაცა ძლიერი ქალი, ოჯახის დედა ბურჯი, ეს ყოველთვის იყო და ჩადებული იყო ჩვენს რაღაც საზოგადოებაში, მაგრამ აი ამ ომის მერე პერიოდში, მე ვფიქრობ, ომის შემდეგ პერიოდში ცოტა მოსუსტა კაცის როლი, იმიტომ რომ მთელი თაობა დაიკარგა მამაკაცებისა, ვიღაცებს ვისაც ფული ქონათ
გახდნენ, ღარიბდნენ, უსამსახუროდ დარჩნენ და უცებ ქალმა უფრო მეტი ფული შევა რაღაც ინდოეთში დაიწყეს სიარულები. კაცები დაკნიდნენ რაღაც მომენტში, ესეთი მოხდა ესეთი სამწუხარო ამავე და ქალები რაღაც მოძლიერდნენ. მოდი ვკითხოთ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ნანუკა მჟავანაძე შემოგვერთეთ. თქვენი ორგანიზაცია 1998 წლიდან იღებს სათავეებს, როდესაც პირველად გამოჩნდა საქართველოში. ამ 10 წლის განმავლობაში, უფრო მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც მუშაობთ ამ თემატიკაზე, რეალურად ქალის როლი საქართველოში გაძლიერდა, შესუსტდა თუ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალის უფლებები მაინც მამაკაცებთან შედარებით ირღვევა? არა, რასაკვირველია, დღეს მაინც ირღვევა ქალის უფლებები მამაკაცებთან შედარებით, თუმცა თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება, სულ სხვა სურათი ჰქონდა. დღეს გვაქვს უკვე გენდერული თანასწორობის კანონ პროექტი, დღეს ნაკლები ცინიზმით უდგებიან ადამიანები ამ საკითხს და თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მსჯელობთ ამაზე და საუბრობთ ეთერში, უკვე მოწმობს იმაზე, რომ ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. კონკრეტულად რა დარღვევებზე არის საუბარი, რა პრეცედენტები არსებობს ამას? დარღვევები გვაქვს ყველგან, დარღვევები გვაქვს წარმომადგენლობით სტრუქტურებში, ანუ მხოლოდ პარლამენტში არის 6% ქალი წარმოდგენილი, თვითმმართველობის ორგანოებში 11 გვაქვს დარღვევები, შრომით ბაზარზე, ბიზნესის ზედა ეშელონებს თუ გადავხედავთ, იქ მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილი, ძალიან დაბალი არის ქალთა. თუმცა ალბათ ქალები გამოირჩევიან პასიორობით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბოლო ცვლილება, რომელიც კანონპროექტში შევიდა, კონკრეტულ პარტიებს თუ მათ რიცხვში იქნება მეტი ქალი, აძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი 10%-ით მეტი დაფინანსება მიიღონ ბიუჯეტიდან. ხო, მაგრამ ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ნორმა არის და შესაბამისად, ვთქვათ, თუ შევადარებთ იმ ბიზნესში იმ რესურსების შესაძლებლობა, რაც მამაკაცებს მოაქვს პოლიტიკური პარტიებისათვის, ძალიან ცირი არის. კი, ეს არის ნაბიჯი, მაგრამ მაინც ისეთი ცირი. შენ მთელი ერთი წელი მიყავდა გადაცემა ყოფილი ცოლების კლუბი და ყველა სტუმარი იყო დაჩაგრული და დაწესებული. კი, იცი რა იყო, პრინციპში ეგეთი ახლა უკვე გასული ამბავია და შემიძლია ვთქვა, რომ დაჩაგრული ქალი მთლად დაჩაგრული არც მოვიდოდა გადაცემაში, ძალიან დაჩაგრული რო ყოფილიყო. ანუ ესენი ძლიერი ქალბატონები იყვნენ. შურისძების სურვილით შეპყრობილი ქალები. და ამის შესახებ ასე სახალხოდ აქვეყნებდნენ ახლა იმის სხვადასხვა მიზეზების გამო აკეთებდნენ ამას, მაგრამ ხშირ იყო შემთხვევა, რომ რაში იყვნენ დაჩაგრულები, რომ გაყვა ცოლად ვიღაცას, ანუ წესიერად არ იცნობდა, ბიოლოგიური საათი უწიკწიკებდა, ოღონდ ვირმეს გაყოლოდა და ოჯახი ქონონდებდა, რომ ამ ქალებს ხო ეჩქარებათ ეს გათხოვება და ოღონდ გათხოვდეს და მიყვება ნებისმიერს და მე ერთი წლის მერე თუ 6 თვის მერე აღმოაჩენს, რომ არასწორ ადამიანს გაყვა, მერე მიდის ამბები და წივილი, კივილი, ცემა, ტყეპა, დაშორება და თელი ამბავი. ნუ ეს ძალიან მიღებული არის, იმიტომ რომ ჩვენთან არ შეიძლება რომ მომავალ მეუღლესთან ცოტა ხანი იცხოვრო და აი ესე მაინდა-მაინც უნდა გაყვეცოლა და 1-2 წელი ეს ალბათ ქალების კომპლექსების ბრალიც არის, უნდა აღიაროს. ჩვენი საზოგადოების ბრალი, რისი ბრალი არის ეს? ეს საზოგადოება ამის უფლებას არ იძლევა, იმიტომ რომ ესეთი ქალი არ ითვლება გენაცვალე წესიერ და პატიოსან ქალად. რა მნიშვნელობა? გაყვეს 6 თვე და თუ ვერ გავუგეს მერე გაშორდეს რა. რაღა ერთად იცხოვრო, რა მნიშვნელობა? მაინდა-მაინც ხელი უნდა მოაწერო. ნუ მოაწერს ისე იყვნენ. არა, ზოგ ქალს ამ ქალებს უნდათ რომ ხელი მოეწერათ, იმიტომ რომ ყველას უნდა გათხოვება. ესეც რისი შედეგი არის, რომ ესეც არის მხოლოდ იმის შედეგი, რომ ძალიან ესეთი პატრიარქალური სტერეოტიპები არის დამკვიდრებული ჩვენ საზოგადოებაში და სახეზე არის საბოლოოდ აი ეს სურათი. მოდი ვკითხოთ მამაკაცებს, რას ფიქრობენ ისინი, სად არის ქალის ადგილი? ბადინჯამლე წლების განმავლობაში საქართველოში იყო დამკვიდრებული ტრადიცია. ყოველთვის ქალი იყო მეორე ხარისხოვანი, მამაკაცი ყოველთვის იყო დომინანტი. ოჯახის უფროსი მამაკაცი იყო დომინანტი, ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას 21 საუკუნეში, მით უმეტეს ბოლო პერიოდში ქალები ძალიან გააქტიურდნენ და მოითხოვეს გენდერული ბალანსის დაცვა. თქვენი აზრით, სად არის ქალის ადგილი? ჩემი აზრით, სამზარეულოს ქალი ვერ აცდება. და რა თქმა უნდა, თუ ძლიერია და უნდა რომ იყოს ისეთივე გამორჩეული, ისეთივე გამოჩენილი, ისეთივე პოპულარული და ისეთივე თანამდებობის პატრონი, როგორიც მამაკაცები არიან, მას უნდა გააჩნდეს ამის ენერგია. მას უნდა შეეძლოს დილით ადრე ადგომა, მიხედოს შვილებს, მიხედოს ოჯახს, მიხედოს სამზარეულოს და წავიდეს მერე თავის სამუშაოდ. და სად არის აქ ხელშეწყობა? ჩემი აზრით, სად არის აქ ხელშეწყობა, რომელიც აქვს მამაკაცს? მე ხომ არ ვლაპარაკობ, მე რას ვაკეთებ ამ დროს? არა, ზოგადად. აი გვაინტერესებს თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? მე რას ვაკეთებ ამ დროს? თუ რა თქმა უნდა, ძალიან გვიან არ მოვედი ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, რა თქმა უნდა, დავეხმარები ჩემ მეუღლეს. სხვათა შორის, როცა მეუღლე არ არის, იმას თუმცა თანაბარი უფლებები ოჯახში არ არის, რომ რასაც აკეთებს მაგალითად ბავშვების მოვლაზე მამაკაცის არის პასუხისმგებელი. ჩემი აზრით, თანაბარი უფლებების ძებნას ნუ დაიწყებენ ქალები რა. უბრალოდ. შეიძლება რომ შევეწყო. უბრალოდ.
შეიძლება გავსაზღვროთ ჩვენ ლაპარაკობთ აქ ძლიერ ქალებზე, ხო? რა არის ძლიერი ქალი? რა არის ძლიერი ქალის დეფინიცია? ძლიერი სიძლიერე ქალის სრულიადაც არ ნიშნავს ფემინიზმს თანამედროვე გაგებით. ჩემი აზრით ძლიერი ქალი არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რა უნდა ცხოვრებაში, რომელსაც კაფიოდ ჩამოყალიბებული თავისი საკუთარი აზრი, რომელსაც აქვს ოპონირების საშუალება და უნარი და თუ კი ოდნავ ტალანტი მიცა ღმერთმა, შეიძლება რაღაცა შექმნას და დადოს კიდევაც. სიძლიერე ქალის არ ნიშნავს იმას, რომ უარყოს თავისი პრიმარული ფუნქციები. მე შეგეხმიანებით კიდევაც აუცილებლად მაპატიეთ, მაგრამ რეპროდუქცია ერთი წუთით ღმერთმა დააკისრა, მაგრამ ეს თავი ამბავია, დამაცადეთ თუ მაცლის ეს არ ნიშნავს იმას. მოდით გავიხსენოთ უდიდესი მონარქი ეკატერინე მეორე, რომელიც იყო თავისი ეპოქის და შემდგომი ეპოქის უდიდესი გონება, ნათელი გონება, უდიდესი მონარქი იყო, მაგრამ არ ავიწყდებოდა თავისი ქალური ბუნებაც. ახლა მისი საქციელის მორალურ მხარეზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეკატერინე მეორეს არ იმის გამო, რომ ის ვოლტერთან აწარმოებდა მიმოწერას და პოლიტიკაზე საუბრობდა, მას არ დავიწყებია თავისი ქალური ფუნქციები, თუმცა რა თქმა უნდა სამზარეულოში ის არ მდგარა, მაგრამ იყო ქალი, ასე ვთქვათ, მამაკაც პატივს სცემდა, ყავდა ბევრი ფავორიტი, ეს ცალკე მხარეა. ანუ მე რას ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ქალი იყოს ძლიერი და დაავიწყდეს თავისი პირველადი ფუნქცია და რა ვქნა, მე მაპატიოს მომიტევოს გენდერმა და გენდერულმა საზოგადოებამ ქალის პირველადი ფუნქცია არის ასე ვთქვათ, რეპროდუქციის უნარი. ეს არის ღვთისგან ბოძებული. იგივე ის სამზარეულო ერთი რამე ვიცი, რომ როდესაც ქალს და იაცდა მე თანხმება დარწმუნებული ვარ, მამაკაცი როდესაც არის სახლში, ის მამაკაცი უნდა იყოს ნაჭამი და სუფთა. და სახლი უნდა იყოს დალაგებული. შენ ამას ახვალ იმუშავებ, იმღერებ, მილიონებს გააკეთებ და დამლაგებელს გადაუხდი და გამზადებულს დაახვედრებ თუ შენ მოგიწევს ამის კეთება, ეს უკვე შენი საქმეა. გასაგებია, ძალიან მოგესალმება. მე მგონი ჩვენ მაგრამ მე აქაც ვარ და იქაც ვარ. რას გულისხმობს თანასწორობა თავისთავად? თანასწორობა გულისხმობს თავისთავად თანაბარ შესაძლებლობას. ცოტა თქვენც უნდა დაეხმაროთ ქალბატონებს. მე მახსოვს, ჩემი მეორე ხმა, მეორე? თელავში წავიყვანე სტუმრად ოჯახში, ერთ ძალიან კარგ ოჯახში, ძალიან დიდი მადლობა ამ ოჯახს და დაგვხვდნენ და პატივიქცეს და ამ მზარულმა ქალბატონმა დიდასახლებმა დაიწყო ჭურჭლის რეცხვა, ეს კაცი შევიდა და დაიწყო ჭურჭლის რეცხვა და გაგიჟდა ამის ქმარი, ეგა კუხნის ლომი ყოფილაო, გესმის? ანუ თქვენც დაგვეხმარეთ, თქვენც გახდეთ კუხნის ლომები ხანდახან. მინდა გითხრა, რომ სამზარეულოს ლომი ვერ გავხდე, ფაფარი არ მიწყობს ხელსა. მაგრამ რასაც ბრძანებთ, რომ საერთოდ ეხლა ხანდახან უნდა დაუჯერო ქალბატონს აუცილებლად, იმიტომ რომ თუ გინდა ოჯახი იყოს იდეალური, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ქალბატონის რჩევადარიგებები. ხანდახან არ დაგავიწყდეთ, თქო, სულ არა. იცით რა, უკაცრავად მე ჩავერთვები. არსებობს ერთი რამ. თუ საუბარი არის გენდერულ თანასწორობაზე, რატომ ეძებს ქალბატონი ყოველთვის თავის გვერდით ისეთ მამაკაცს, რომელიც იქნება იმის ფარი? და იმაზე ძლიერი. ინსტინქტი აქვს ესეთი. ხო, ამიტომ თუ ინსტინქტი არის, ეს არის მოყოლებული იქიდან, რომ მამაკაცი უნდა იდგეს ყოველთვის ოჯახში თავის მოწოდების სიმაღლეზე. და ქალს ის ფუნქციები, რაც ავალია. ადრე ქალი ბავშვს რო აჩენდა, კაცს ტკიოდა, ბუცელი. ეგრე იყო, ხო? ლეგენდა იძახის, მაგრამ ბავშვი უნდა გეჩინა, მეზობლის კაცს ატკივდა ბუცელი. ოდო მივიდა და ღმერთს ეთქვა, მოდი ისე მე მეთქინოსო. რა გინდოდათ? საერთოდ ხალხური რა გინდოდათ? ეხლა ვაშლი ჩვენ დავაბრალე რა. არა, მე ვიყავი. ეპოსი ამბობს, რომ ეპოსი ამბობს, რომ მამაკაცი არის თავი და ქალი არის კისერი, სადაც გატრიალდება კისერი, იქ გატრიალდება მამაკაცი, თავი იქით გატრიალდება, მაგრამ დიდი პოლიტიკოსები, მაგალითად მე ვიცი, რომ დიზრაელის, იცით, სიყვარულში და ურთიერთობაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ძლიერია, ვინ სუსტია. საერთოდ ქალებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ. როგორ გეკადრებათ ალექსანდრე მაკედონელმა თაის ათონელის, ასე ვთქვათ, წაქეზებით უზარმაზარი ათენა პალადას სასახლე გადაწვა, მაგალითად. ანუ ქალის აზრს ყოველთვის ქონდა ის
ისტორიულად მნიშვნელობა და ყოველთვის ექნება. უბრალოდ მამაკაცებს რატომღაც ამის აღიარება არ გინდათ, მაგრამ იმ აზრის დაცვის, რომ ქალმა ყოველთვის იცის თავისი ადგილი და ამას დელიკატურად აკეთებს, დელიკატურად გაწუთით საკუთარ აზრს. ამაშია ქალის დიპლომატია, ხო? ძალიან დიდი მადლობა. ქალების გავლენა მამაკაცებზე. კახა მამულაშვილთან მინდა გადავიდე კითხვით. ლევან წურწუმია, ცნობილი ქართველი მომღერალი, არ არის საჭირო რომ იცნობდე, როდესაც უყურებ ტელეეკრანიდან ან უყურებ მის კონცერტს, გრჩება შთაბეჭდილება და დარწმუნდები რომ ის არის ძლიერი ქალი. რეალურად ახდენს თუ არა ის გავლენას შენზე და მოგაქცია თუ არა შენ გარკვეულად თავისი ჭრილქვეშ. თავისი ჭრილქვეშ? კი. ახლა მატრიარქატი რო შემოსულია საქართველოში, ეს მაგას ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ძალიან მომწონს ძლიერი ქალი. არის საქმიანი ადამიანი თუ არის მარტო თვითონ რო არის შემომტანი არ მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა, რა ეხა თქვი რამე ქალი შეიძლება დიასახლისი იყოს, სამზარეულოში დგას, მაგრამ ძლიერი პიროვნება იყოს თვითონ რა. მე ვფიქრობ, ქალზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით მამაკაცის სიძლიერეც ქალზე არის დამოკიდებული. ოჯახში სადაც ქალი ძლიერია, ამ შემთხვევაში თქვენ ოჯახს გეკითხებით. გადაწყვეტილებას ვინ იღებს? ნუ ამ შემთხვევაში თქვენი პრეცედენტია, როდესაც ქალი ძალიან ძლიერია, შესაბამისად გადაწყვეტილებას ვინ იღებს ამ შემთხვევაში? გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ ოჯახში. ძალიან კარგი. იქნის თუ არა გარკვეულ დისკომფორტს, რომ რეალურად იმის გამო, რომ შენი მეუღლე არის ძალიან პოპულარული, ახლა ლელა წურწუმიას მეუღლე მამულიჩა, ესეთი მოსაზრება არის და ესე მოგიხსენიებენ ხოლმე. ესეა. არ გიქნის. საგრძელობის დროსაც ლელას აღგზელებენ, ხანახან ბავშვიწყდებით. თუმცა საპირისპირო სიტუაცია ალბათ დავით ქაცარავას შემთხვევაში, როდესაც მისი მეუღლე არ არის დაკავებული, რამდენადაც მე ვიცი, საზოგადოებრივი აქტივობებით, ის ზრდის შვილებს. ესე იყო ადრე, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე არა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი ცოლი ჩართულიყო აქტიურ საქმიანობაში. ამჯერად ის ჩემთან ერთად სპორტ კომპლექს არენაში PR-ის და მარკეტინგის დირექტორია. ანუ აქტიურად არის ჩართული საქმიანობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და ვეტყვი აი ამ პოზიციას. არა. ჩემის აზრით მე ხშირად უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩემი ცოლი ძალიან ბევრ დროს ატარებს სამსახურში. ჩემს გვერდზე. არა, ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ ქალის პირველადი ფუნქცია არის ოჯახი და აუცილებლად გაცილებით მეტ დროს უნდა ატარებდეს ბავშვებთან და სამზარეულოში, ვიდრე სამსახურში. ეს ერთმნიშვნელოვნად ესეა. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ბავშვს ჭირდება დედის სითბო, დედის ზრუნვა, დედის ალერსი. თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე. როდესაც ქალი აკლებს აი ამ ზრუნველობას თავის შვილს, ის შვილი რისკის ქვეშ დგება, რომ გაიზარდოს მკვლელი მორალური მორალურად აი დამახინჯებული ადამიანი. ეს რისკია, ეს არ არის აუცილებელი, რომ ესე მოხდება, მაგრამ ეს არის რისკი. არსებობს რისკები, რომელიც მამა რო არ არის გვერდზე? არა, მამა არის ამ შემთხვევაში შემომტანი, მონადირე ადამიანი, რომელმაც უნდა და მამა კიევშია, მამა ლონდონშია, მამა შემოგვდა. მამა კიევში სემინარებზეა გენაცვალე და ესე ვთქვა. კვალიფიკაცია სიმაღლე. სრულფასოვანი ოჯახი იმისათვის, რომ ბავშვი კარგად განვითარდეს, სრულფასოვანი ოჯახი შედგება ორი სხვადასხვა სქესის მქონე ადამიანისაგან და თუმცა უკვე ერთსქესიანობას დაშვებული არის დედა და მამა. ისევე უნდა იღებდეს მამა მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში და თუ თქვენ გაივლით კონსულტაციას პედიატრებთან, გეტყვით კიდევ და გიდასტურებენ უფრო კარგად, მე ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორედ იმ ადრეულ ასაკში, თქვენ ასეთ საუბრობდით, სწორედ დაბადებიდან წლამდე, რამდენად მნიშვნელოვანი არის მამის და შვილის ურთიერთობა, რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი შვილთან. მე ვარ ჩემ შვილებთან მიუხედავად იმისა. ზუსტად თანაბარი მონაწილეობა, თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბავშვის ფსიქიკა უნდა იყოს ჯანსაღი, თანაბარი მონაწილეობა არ გამოვა, იმიტომ რომ მამამ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, ანუ ფულის შემოტანა და მისი მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის პროცენტულად რო გადავანაწილოთ, ქალი 70%-ით მეც უნდა ატარებდეს შვილთან, არა იმიტომ რომ ის არ იქნება წარმატებული. არა, მე რას ვამბობ,
ის ნაკლებად წარმატებული იქნება თავის საქმეში. არა, უბრალოდ ძალიან საჭიროა ბავშვისთვის დედის სიახლოვე. არ არის სპეკულაცია, არავითარი სპეკულაცია. ეს არის ცხოვრების კანონის დადგენილი წესი. ეს არის სპეკულაცია. 2-3 თვის ბავშვები ყავს სამსახურში გამოდენ, იმიტომ რომ სამსახური არ დაკარგონ. არ შეიძლება ხალხო. ეს არ შეიძლება. გასაგებია, კახამამულაშვილს მოსვენ ჩვენ ქალბატონი მასთან გისმენთ. ჩემი პატარა გოგო დაჩაგრულია ხო ბიჭზე არა ლაპარაკი, მაგრამ რომ ძირითადად ცხოვრობს დედა ჩემთან. მაგრამ იცით რა შეასაქმე, აი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე მოხდა ისე რომ უფრო მეტი ყურადღება ჭირდებოდა ბავშვს და ვერ ვაქცევთ ამ ყურადღებას. ბატონმა დავითმა ახსენა ისეთი დეტალი, რომელიც რა თქმა უნდა რაღაცა გაგვეპარას უყოლას. ქალი უნდა იყოს ბავშვთან და სამზარეულოში. რატო არის ასეთი აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ცოლის მოზელილი ჭადი უნდა მიირთვათ და არ მოიტანოთ ის ჯანმრთელობა, არ შემოიტანოთ და კარგი ჯანსაღმრთელობას ჯანმრთელობა. იმიტომ რომ ჩემი ცოლის მოზელილი ბევრად მიყვარს ვიდრე გუდროს არ ეწინა. კიდე ჭადის მოზელას მე მართლა ვამბობ. მე მაინტერესებს. მე როგორც ერთ-ერთი ყველაზე წლოვანი და ცოტა მეტი გამოცდილების პატრონი თქვენთან შედგება. თქვენ ჩემთან ბავშვები ხარ და ახალგაზრდები. მე ერთს ვიტყვი რომ აქ გამონაკლის შემთხვევებზე საუბარი არ აგვაქვს. არსებობს გამონაკლის შემთხვევები, რომელსაც ვერ აუხვალ და რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისის შემთხვევები და გამონაკლისის შემთხვევა ქალბატონი ირმაში. არა, რითი დაიწყეთ თქვენი ბიზნესი? ჩემი ბიზნესი არის ესეთი ჟალიუზებით დავიწყეთ და დღეს უკვე ძალიან ბევრ ამას ვაწარმოებ. მე გახავთ კომპანია დიო დამფუძნებელი და დღეს უკვე გენერალური დირექტორი. არ გიჭირთ მართვა კომპანიის, მაინც ქალბატონს შეიძლება გაუჭირდეს კომპანიის მართვა. ეს მინდა მე ძირითადად ამ საქმიანობით დავინტერესდი უკვე იამახსენა 90-იანი წლები რამდენად რთული იყო. თუმცა შეიძლება ჩემი ესეთი თვისებებიდან პროფესიითაც მათემატიკოსი არც მაშინ არ ავირჩი ესეთი თქვათ ქალისთვის დამახასიათებელი პროფესია. და შემდგომ როდესაც ოჯახს გაუჭირდა რაღაცნაირად აღმოჩნდა რომ მე უფროსი ვიყავი, ჩემი ძმა საკმაოდ უმცროსია ჩემზე 8-9 წლით და ამიტომ თითქოს ეს იცით დედის ინსტინქტია თუ რა არის უფროსის რომ იბრძოლო გადარჩენის არსებობის იცით 92 და 13-14 წლებში ჩვენ ვიბრძოდით გადარჩენისთვის. აი ზუსტად მაშინ რაც შემთხვევა მოიტანა რომ ჩემი მეგობრები უცხოეთში ცხოვრობდნენ და შემოთავაზეს ხომ არ შეცდებოდიო. ძალიან ძიმე იყო ჩემთვის პროფესიით მათემატიკოსის ასპირანტისთვის რომ მე დამეწყო ეს ორგანიზაცია სიარული და მათთვის შეთავაზება ჟალიუზების, იმიტომ რომ ჯერ არც არავინ იცოდა რა იყო და მეც არ ვიცოდი რა გამოვიდოდა ამისგან, მაგრამ ნუ სხვა გზა თითქოს არ იყო, იცით ომი იყო მათემატიკის ინსტიტუტი ძალიან დიდი ესეთი ტანკები და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყველას კარგად გახსოვთ და მაგრამ მე მქონდა თვისება რომ ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებდი. ნელა დავინახე რომ ეს ყველას დაინტერესა. მე ერთმა მეგობარმა მკითხა ეს ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ სხვადასხვა სამუშაოებზეც მუშაობდი პარალელზე, სადღაც ბეჭდავდი, იმიტომ რომ კომპიუტერი ვიცოდი, სადღაც დამცხრებსაც ვაწყობ. ყველაფერი მქონდა, მე ბავშვების მეცენ უბრალოდ იმ პერიოდში შეუძლია არავის არ ქონდა სახსრა. თუმცა ამ შემთხვევაში ოჯახში ფუნქციების გაცვლა მოხდა. იცით რა არის, მე მაშინ გათხოვილი არ ვიყავ და ზუსტად მინდა ეს პერიოდი მე საკმაოდ გვიან გავთხოვდი. შეიძლება ამან გამოიწვია ზუსტად ის რომ მე მთელი ჩემი ვთქვათ დრო და თავისუფალი ენერგია ყველაფერი მიუძღვენი ამ ბიზნესს, იმიტომ რომ დავინახე რომ ეს წინ წავიდა, მე ძმაც დამეხმარა ძალიან წარმოებას უკვე ის ხელმძღვანელობს და აი ამან ნელა-ნელა იცით ტანდემი უნდა იყოს ყოველთვის. მე ამის მომხრე ვარ და სადღაცას აი მე 38 წლის ასაკში გავთხოვდი. არ ჩემი მეუღლე იყო ძალიან ახალგაზრდა და ექიმია ის პროფესიით, როგორც მაშინ აყირებს ჩემი მეუღლე კარაკოშკებს აკეთებს. და იცით რა არის, აი ეხლა უფრო მეტი სიმძიმეს გრძნობ მე, იმიტომ რომ ყავს 6 წლის და 4 წლის ბავშვები, რომელსაც სულ დედა უნდათ. აი ძალიან მეძიმეა. იცით რა, მე მაქსიმალურად ვცდილობ მოვახერხო, რაც თავისუფალი დრო მაქვს მათთან ერთად ვატარებ და აი იცით ეს დედას როგორც დედას გაწუხებს, იცით მაინც რომ შენ შვილი გინდა რომ იმას უნდა შენთან ერთად ხელს გჭიდებს, არ გიშვებს და ბევრი პრობლემებია, მაგრამ ეს საქმე იცით რა არის, ამ დროს ახლა იცით რა, ეს დიოც ჩემი უფროსი შვილია, გესმით, ამის მიტოვებაც არ შემიძლია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ენერგია მაქვს, იქ განვითარება სჭირდება
კომპანიას წარმატებული კომპანია ვართ. აი ყველაფერი, მაგრამ აი უბრალოდ იცით რა არის, ღმერთი არ დაგაკისრებს იმაზე, მეც რისი გაკეთება ჩვენ არ შეგიძლია. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ქალბატონი ვერ იქნება თქვათ წარმატებული მომღერალი. ყველა ქალბატონი ვერ იქნება. ანუ ყველა ადამიანმა თავის თავში მაქსიმალური უნდა გააკეთოს, იქნება ქალი თუ მამაკაც. ძალიან დიდი ფუფუნება, ბატონ თქვენ რო შეგიძლიათ მთელი ცხოვრება იმუშაოთ და თქვათ მეუღლე. ესეც რაღაცნაირი ფუფუნებაა, იცით, ჩემი გადასახედი და მე არ მაქვს იმის დრო, რომ ჩემ შვილს ექსკურსიაზე წავყვა, იქ ძიძა იყო, როდესაც შეიძლება პირველი სიტყვა თქვა და აი ეს იცით ძიმია ქალისთვის, მართლა გეუბნებით, მაგრამ უბრალოდ ესე მოხდა. ანუ მე ესე ვცხოვრ და ერთს ვიტყვი, რომ ძალიან მაამებელი იყო, იცი, ერთადერთ რამეს პატიობენო შვილებიო, დედის არ ყოფნა სახლში თუ დედა წარმატებულია. აი ეს არის. შვილების ესე იგი დროის მოკლება ერთადერთ რამე დღეს თუ იქნება. ეგ რო გაიზრდება ალბათ მაშინ მივხვდება მაგას. ხო, როცა გაიზრდება. გასაგებია, ოთუსთან მინდა გადავიდე კითხვით თეატრალური კვარტეტის წარმატებული სოლისტი, რომელიც ჯერ კიდევ დასაოჯახებელია. ამ შემთხვევაში, როდესაც შენ არჩევ შენს მეორე ნახევარს. ადამიანს ვისთან ერთადაც უნდა იცხოვრო. აქვს თორე გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს არის ძლიერი ადამიანი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ოჯახს შეუთავსებს იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევა თუ შენ ფიქრობ, რომ უნდა ყავდეს მეუღლე, რომელიც იქნება სახლში გაზრდეს შვილებს და მოგივლის შენ. თუ დავეთანხმებით იმ თეორიას, ნეკნის თეორია, რასაც ქვია, ნეკნის შექმნილი არ არისო? მე არ არის თეორია დავეთანხმებით ამბობს. მე არ ვთვლიდები. და მე არ მომხდეს საქმე. მე არ ვეთანხმები. აბა სად არის ტვინი? იცით რა არის, ყველაფერი იცლება რა, ეს ნეკნი ეს არის. არა მე ვსვამობ თუ შეიძლება. არა, ზოგადად ის შულსაც აღარ აინტერესებს უსახში მჯდომიდედა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხალი 24 საათის განმავლობაში სამზარეულოში იყოს ფაზა. უნდა გააკეთოს დაჭრილი გამოვიდეს. შემდეგ საძინებელში, შემდეგ საძინებელში ეგრეთ წოდებული მოვალეობა მოიხადოს. ხო, მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა გაზარდოს ალბათ და ის საქმეები უნდა გააკეთოს. და კაცი თქვენი თქმის არ იყოს. კაბატონო, ყოფილი უნდა იყოს. ოტო, ცოლი რატო არ მოყავს? მე არ მოყავს ცოლი, იმიტომ რომ მე ვეძებ ხელა კაცო რა დრო ჭკვიან ადამიანს, ჭკვიან მანდილოსანს, რომელიც არ იქნება, ვთქვათ, რომელიც იქნება რაღაც სისულელებზე არ იქნება სიტყვაზე. ქალიშვილი და სექსში გამოცდილი, ხო? არა. სექსიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყველაფრის. ქალიშვილი უნდა იყოს. ქალიშვილი არ უნდა იყოს, მე ამას რატო ამბობ? რატო არ უნდა იყოს? შეიძლება იყოს ქალიშვილი, შეიძლება არ იყოს ქალიშვილი, იქნება ერთი წამი ვიტყვი თუ შეიძლება. თქვენ ისეთი რა აღაზღვარეთ, რატო არ მაცდით? მე ხო გაცადეთ ერთი. არაო, ესე თქვენ ეს რო ეგა უფრო კარგად ღერის ვით რელაპარაკობს. მაგას რა მნიშვნელობა ქალიშვილი იქნება თუ არ იქნება თუ ორი შვილი ეყოლება, თავი გეყარება და შენ რაღაცა შენსას იპოვი მასში, ხო რა? თუნდაც 50% იქნება შენაერი. ბრავო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ორი ბავშვი ყავდეს, სამი ბავშვი ყავდეს და შენ, რა ვიცი, შენ ბავშვებად. ეგ ახლა თუ წვალება არ გინდა, ყავდეს სამი ბავშვი. არა, ეგ სხვა თემაა, მე სხვა რაღაცას ვამბობ რა. ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ხალმა ის მოვალეობა უნდა შეასრულოს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ალბათ დაბადებული ამისთვის რომ გათხოვდეს და ბავშვი ყავდეს, ალბათ ქალი რო იყო, ალბათ ეს ბენდომებოდა. როდესაც ქალბატონი არის ძლიერი, მას ნაკლებად უმართლებს პირად ცხოვრებაში. არსებობს ესეთი დამკვიდრებული მოსაზრება, ეთანხმებით თუ არა ამას? არის, როგორ არის. ეხლა გააჩნია რა სიტუაცია სახლში, ხო? აი ვთქვათ, თუ ქალი არის წარმატებული და რაღაცა, იმას უნდა შეუწყო ხელი, რასაკვირველია, მაგრამ ის აი ყველაფერი რომ მოახერხოს, ასეთი ქალი მე რა ვიცი არ მეგულება რომ. არჩენ არ გინდა. ერთი არჩენ არ გინდა ეგეთი ქალი. არა, ყველაფერი რომ მოახერხო, რომ აი ვთქვათ, სახლშიც, სამზარეულოშიც მაგარი იყო, ეს ფიზიკურად ვერ გამოვა. ეხლა არის ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის. აი იგივე რა ვთქვათ, თუ კიდეც სამზარეულოს იმაში, რა ქვია, ამბავში. რაღაცა შეგიძლია გამზადებული რაღაცა მოიტანო. არის ეხლა მაგალითად მე ვხედავ პარკში რო დავდივარ სავარჯიშოდ, ვხედავ ახალგაზრდა გოგოებს, ძიძები, პატარა ბავშვები
აი რაღაცა 3 თვის ბავშვი, 2 თვის ბავშვი რაღაცა და რა სად არის ისა მუშაობს ამის დედა და აი ძალიან ბევრი საშუალებაა ამისთვის რომ თქვა გავიდეს ახალგაზრდა გოგო. ყველა სკოლაში მოსამსახურე. იმუშაოს და ეს ხომ არ იყო შემთხვევა როდესაც აი ვალდებულებების აღება აღარ გინდოდათ საკუთარ თავზე რომ იცოდით რომ ოჯახის შვილები გაზრდა, მეუღლე და ეს ყველა ვალდებულება არ აიღეთ თავის თავზე და ეს პრობლემა მარტივად მოგვარდა. არავითარ შემთხვევაში, არავითარ ეგეთი რაღაც არ ყოფილა რომ იმიტომ არ მინდოდა რომ მე მიუხედავად იმისა რომ ქმარი არ მყოლი არასდროს მე გავზარდე ბიჭი არაჩვეულებრივი აგერ იციან 25 წლის არის ის უკვე და იმის გულისთვის სხვათა შორის მე პირადად მე გარდამეცვალა ეს ბავშვი დამჭა მე და გავზარდე და ძალიან ბევრი რაღაცა დავიკელი მე თვითონ იგივე პირადულშიც აი იას ველაპარაკებოდი ამას წინათ ვლაპარაკობდი დაბადების დღეზე რო ვიყავით და მე შემეძლო ეს ჩემი სურვილი იყო მე ეს კი არავინ არ დამაძალა მე შემეძლო რა საკვირველია მე ხო შემეძლო რომ ეს არ გამეკეთებია და მაგრამ ეს ჩემი სურვილი იყო თვითონ რომ გავაკეთე ესეთი რაღაცა ესეც რა უბრალოდ განსხვავება რა არის იცით მამაკაცის და ქალის ცხოვრებას შორის რატომღაც ქალს ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის და მამაკაცს ამის არჩევანი აი არც დგება მის წინაშე ეს არჩევანი მამაკაცს იმდენი ხელშეწყობა აქვს რომ მიაღწიოს იმ წარმატებულ კარიერას იმიტომ რომ არასოდეს არ დადგება საკითხი ის არ დაფიქრდება შვილი თუ თქვათ დღეს სამსახური თქვენ ხომ მამაკაცებს არა ეს არის ბიოლოგიურად არსებობს ბიოლოგიურად კი არ მაგრამ მე შემეკითხებიან იცით რაღაც მომენტში რომ არა მე არ ვამბობ გასაჭირის შემთხვევაში რომ დაუდგებით თქვენს მეუღლეს იქ რაღაც მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ ყოველდღიური ღამის გათენება შვილზე იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი მე თქვა დაიპაროს თუ შვილს უჭირს და მეუღლე ატენებს აბა რაგინა სახში როგორ დაიძინე ზოგადად აი მამაკაც არავინ დაუსვავს კითხვას რომ იბადება რომ მან უნდა რა თქმა უნდა იბადება თუ არა მამაკაც დედას უფრო მეტი ვალდებულება აქვს შვილის გაზრდაზე იბადება მამაკაცი ამზადებენ იმისთვის რომ გახდეს წარმატებული იბადება ქალი ამზადება მართალი ხარ გახდეს კარგი მეოჯახე ევროპაში ძალიან სხვანაირად არის განაწილებული ფუნქციები კარგია თუ ცუდია მე არ ვიცი მაგრამ თუ კი ქალბატონი არის წარმატებული და მუშაობს და ის არის შემომტანი სახში მამაკაცი ბავშვებთან ზის და პირიქით. თუმცა ევროპული ღირებულებების ქართულ რეალობაში გადმოტანა ძალიან რთულია. ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის რესპონდენტის ფრაზას დავესწრები, რადგან ჩვენი სიმბოლო ვაზია, არც ევროპა ვარ და არც აზია, ასე რომ შეიძლება ერთი რამე რა მაინტერესებს, როდესაც მიდის აი სიტყვაზე გენდერულ ბალანსზე საუბარი და თანასწორობაზე. რატომ დომინირებს საქართველოში ესეთი სიტყვა სუსტი სქესი. რატომ ქვია ქალბატონს მაშინ სუსტი სქესი. აი მან და ვარ მე და ხო და ისევ ეკრანამდე მივედით. ნანუკას კითხვა. მაგას ვიძახ. რატომ არის ეს? შენ ნამდვილი ფემინისტი ყოფილი. ფემინისტი არ ყოფილი, მიხომათ ხო, კაცო, მიხო, ჩვენებურმა, რომ გამოვიდა სტალინიდან. საზინებელი ოთახიდან აიგრე მაიწმინდა უფლე, აიგრე. შენ სუსტი სქესი ეძახე და რა მოტონა ენერგია მია. ერთგვარი რეზიუმე რომ გავაკეთოთ ამ საინტერესო დისკუსიის ქალბატონებს მინდა გადავცე საბოლოოდ ფინალური სიტყვა და ვკითხოთ ნანუკა ისე საქართველოში ქალის როლი არის დაკნინებული ამას აჩვენებს აი ბოლო გამოკითხვა აი ეს დისკუსიაც კი აჩვენებს რომ ძალიან სტერეოტიპული არის მაინც დამოკიდებულება ძალიან ესეთ ვიწრო პრიზმაში ვხედავთ ამ ყველაფერს და არ გვინდა რომ რაღაცნაირად უფრო ფართოდ დავინახოთ არ გვინდა რომ დავინახოთ ის რომ აქ საუბარია იმაზე რომ ქვეყანა რომელიც თავისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას, იყენებს თავისი რესურსის ნახევარს. აი ამ დამოკიდებულების გამო. ანუ განვითარების ტემპი არის უფრო დაბალი. ჩვენ რატო ვედრებით შვეიცარიას და ავსტრიას და სხვა ევროპის ქვეყნებს? ეხლა მართალი დემოკრატიაც ისეთი განვითარებული არა როგორც იმ ქვეყნებში. ალბათ მივალთ იქამდე, მაგრამ მე მგონი რაღაცა ძრები არის. აქამდე მეგონა რომ მე ახლა ჩემს გარშემო რა შენ თავს დაჩაგრულად არ თვლი. რატომაც ერევა ვერ ახედავ რომელი როგორ შეიძლება რატომაც არ ძალიან გაჩაგრული ჩემს თავს იმიტომ რომ მე იმდენად ძლიერი ხასიათი მაქვს რომ მე კაცები ვერ მიძლებენ ძალიან დიდი მადლობა გადაცემის მეორე ნაწილში ბუნებრივი ამ თემაზე დისკუსიას გავაგრძელებთ ქალური ლოგიკა კაცების შოუს წინააღმდეგ და ქალბატონები რომლებმაც მამაკაცის პროფესიები აირჩიეს ასევე ძლიერი ქალბატონები გადაცემის მეორე ნაწილში ასე რომ არ გადართოთ რეკლამა გაივლის მალე რეკლამამ გაიარა მალე. მადლობა რომ არ გადაერთეთ გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვერდენ ქალბატონები, რომლებიც მამაკაცის პროფესიებს დაუფლნენ და უკვე წლებია ამ პროფესიაში საკუთარი სახელი და გვარი დაიმკვიდრეს.
მინდა რომ დავიწყოთ ტელეკომპანიების თანამშრომლით ნინოს ხირტლაძის, რომელიც ახლა კამერასთან დგას. სწორედ ეს ადამიანი დგას ძალიან ხშირად კამერის უკან, იმისთვის რომ თქვენ ყველაზე ცნობილი გადაცემები სატელევიზიო შოუები იხილოთ. ახლა კამერის უკანა ფანგიდან ნინოს ჩვენ სტუდიაში მოვიპატიჟებ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, შემოგვიერთდი. ძალიან რთული სამუშაო, ოპერატორის სამუშაო, არა მარტო სტუდიაში, არამედ გარე გადაღებების დროს. რატომ გადაწყვეტე რომ დაუფლებულიყავი პროფესიას, რომელიც მაინც ითვლება რომ საქართველოში არის მამაკაცური პროფესია? ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება, კინო. დავდიოდი პიონერ ფილმში, საბავშვო კინოსტუდიაში. შემდეგ როცა უმაღლესში ვაბარებდი, იმ წელს მიღება იყო მხოლოდ კინოსაოპერატოროზე თეატრალურ ინსტიტუტში. როცა გავიგე რომ კინოსაოპერატორო ჯგუფს იყვანს ლევან პაატაშვილი, ბევრი არ მიფიქრია და ესე ჩავირიცხე და მოვხდი და დავამთავრე კინოსაოპერატორო ფაკულტეტი. ძალიან რთული პროფესია. ძიმე კამერა, კამერის შტატივი, ატრიბუტები, რომელიც უნდა ატარო გადაღებაზე. არ გიჭიროებია ამ პროფესიის დაუფლება და შემდეგ უკვე ამ პროფესიით მუშაობა. მე ვფიქრობ, როცა ძალიან გიყვარს რაღაც და ამას სიყვარულით აკეთებ, იქ სირთულეებზე ნაკლებად უწუნებ ხოლმე. ნინო, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოპერატორები კარგი კადრის გულისთვის იბრძვიან პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენ ხარ ქალბატონი, ხარ სარგებლობ ხოლმე ქალური ბონუსით გადაღებების დროს, როდესაც გიწევდა თუნდაც ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობა. არა, ესე ქალური ბონუსით ნაკლებად მისარგებლია, მაგრამ რაღაც ოპერატიული ხრიკებით კი ხშირად ესე მომსვლია ყოფილა ეს შემთხვევები, რომ კარგი კადრისთვის რაღაცები მომოქმედებია. ყოფილა თუ არა გაუცების მომენტი იგივე მამაკაცებში ან თუნდაც შენს რესპონდენტებში, როდესაც ქალს კამერით ხედავდნენ. როგორ არა, ბევრჯერ გაკურვებული შეუცხადეათ ქალი ოპერატორი ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმაც კი იმედში ახალი მოსული ვიყავი მაშინ მიყურა ძალიან გულწრფელად მითხრა პატრონი არ ყავს. ეს მათი დამოკიდებულებაა ქალების მიმართ მე ვთვლი რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის რომ კამერის უკანა ფლანგიდან გადმოინაცვლო ჩვენს წინა ფლანგზე მე მინდა ვთქვა რომ დაუბრუნდეს ისე თავის საწყის პოზიციას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ნინოს იმისთვის რომ მიიღო მონაწილეობა დღევანდელ გადაცემაში. ახლა კი გადავიდეთ ქალბატონებზე, რომლებიც მამაკაცურ პროფესიებს დაეუფლნენ და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან. ხათუნა ის ლუკოილის ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს და არის საწვავის გამართვის ოპერატორი. ხათუნა, რატომ აირჩიე ეს პროფესია? იმიტომ რომ ძალიან რთულია ზამთარში, სიცივეში, წვიმაში, თოვში, ხარში იდგე ქუჩაში და საწვავით უზრუნველყო მანქანების გამართვა. არჩევანის უფლება არ მქონდა იმ დროს, როცა მე გადაწყვეტილება მივიღე რომ დამეწყო მუშაობა, იმას აქ ვიყავი რომ ადვილად ვღებულობს ადამიანი გადაწყვეტილების. მე ვიყავი უმწეოდ დარჩენილი ერთადერთი დედა, რომელსაც სრულფასოვანი ოჯახი არ ყავდა და არ ყავდა მამა და ვიყავი მარტო ქალი, შვილით ხელში და გადამაწყვეტია ამან ყველაფერმა, რომ ჩემ შვილს ელემენტარული საარსებო წყარო სჭირდებოდა. თუმცა ამის შემდეგ შენ პროფესია აღარ შეგიცვლი და უკვე 15 წელია მუშაობ. დიახ. იყო გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებული, მაშინ პირველად როდესაც მიხვედი ბენზინგასამართ სადგურზე და დადექი ჩასხმის ოპერატორი. ნუ რა თქმა უნდა, რთულია ეს ქალისთვის ყველაფერი. ძნელი სამუშაოა, 24 საათის განმავლობაში დგეხარ ფეხზე, გაქვს ხალხთან ურთიერთობა, მამაკაცებთან, ზოგი აგრესიულია და ამეთანხმებს ძალიან ხო, მაგრამ ამას ყველაფერს ადამიანი ეჩვევა. რას ნიშნავს აგრესიული? ნუ აი ძალიან უზრდელია ზოგი მინდა გითხრათ. ძალიან. ისე რომ აი ხანდახან მიფიქრია რომ აი დავანებებ ამას ყველაფერს თავს და წავალ. რატომ არ გადაწყვეტეთ მაინც რომ შეგეცვალოთ პროფესია, იმიტომ რომ ახლა რეალურად უფრო მეტი გასახანია, უფრო მეტი საშუალებაა იმისთვის რომ მიშოვო ახალი სამსახური. გასაგებია, მაგრამ ადამიანი უბრალოდ ეჩვევა ამას ყველაფერს და არც ვფიქრობ იმას რომ შევცვალო, იმიტომ რომ სხვაგან მე ვერ წარმომიდგენია ჩემი საკუთარი თავი. გამოცდილებაც თავისაც შვება, მე ესე ვფიქრობ. გაზრდის საშუალებას არ იძლევა ლუკოილი. ბატონო? გაზრდის საშუალებას არ იძლევა ლუკოილის კომპანია. თქვათ აი 15 წელი ერთ ადგილას მუშაობ რომ დაწინაურდე და კიდე რაღაცა უფრო მაღალ ეშელონზე ახვიდე, მაღალ საფეხურზე ახვიდე. ვაი მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, ჩემი კარგი. ხათუნა, ბუნებრივია იწოვდი გაუცებას, იმიტომ რომ შენ ხარ ერთადერთი ქალბატონი საქართველოში, რომელიც მუშაობს ავტოგასამართ სადგურზე და უზრუნველყოფს მანქანებს საწვავით. ყოფილა თუ არა რაიმე შემთხვევა, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო შენთვის? ძალიან ბევრი, აი მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პატივისცემით მეკცევა. ვგრძნობ ნამდვილად ქალად თავს, რომ მე ვდგევარ და იქ მუშაობ, ეს გამოიხატება ჩემი თვითოული თანამშრომლით.
რომლებიც მამაკაცები არიან და გვერდზე მიდგანან და არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ შენ ხარ ქალი და უნდა დაეცე, ყოველთვის სტიმულს მაძლევენ ისინი. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ხანში ჩვენ დავიწყებთ დისკუსიას და ვისაუბრებთ არის თუ არა საქართველოში ქალთა უფლებები დაცული და ამ დისკუსიაში თქვენს ჩაერთვებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალბატონი. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მე პირადად ძალიან ხშირად შემხვედრია, როდესაც სრუნავს იმისთვის, რომ საზღვრის კონტროლი იყოს მაქსიმალურად დაცული. ქონიათ თუ არა რეალურად პრობლემები, იმიტომ რომ გარკვეულწილად პოლიციელი მაინც არის მამაკაცის სამუშაო ადგილი, როდესაც გიწევს რაღაც წესრიგის დამყარება და ხშირ შემთხვევაში კრიმინალებთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა ყოფილა ისეთი სიტუაციები, მაგრამ მე არ ვთვლი იმას, რომ ჩემი პროფესია არის არაქალური, ასე ვთქვათ, პროფესია. იმიტომ რომ ჩემთან ძალიან ბევრი ქალბატონები მუშაობენ, ნუ ვერ გეტყვით ახლა ეს ბალანსი დაცულია, თუმცა საპატრულო პოლიციაში ზოგადად ბევრი ქალბატონი მუშაობს, კერძოდ საპასპორტო კონტროლზე და ჩვენთან საერთაშორისო აეროპორტში. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, იცით, მე ვფიქრობ, რომ მე ზოგადად მე არ მესმის ეს მცნება არაქალური პროფესიები. მე ქალს ვერ ხედავ მხოლოდ სამზარეულოში, პოდიუმზე, მხოლოდ ექიმ ქალს, მხოლოდ პედაგოგ ქალს. ქალს სადაც აქვს ამის საშუალება, ყველგან უნდა მოახდინოს თავის რეალიზება და ინტეგრაცია აბსოლუტურად ყველა პროფესიაში. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე შესაბამისად. თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც გიწევდათ მაგალითად თქვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და პრივილეგიით გისარგებლეთ, იმიტომ რომ მიყავით ქალი. ხშირია შემთხვევა, როდესაც თუნდაც იგივე მგზავრები ძალიან უხეშობენ. ამ შემთხვევაში თქვენ სარგებლობთ თუ არა პრივილეგიით? როგორც ქალბატონი ამ პრივილეგიას გულისხმობთ ალბათ. არა, არასდროს არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ჩვენ ზოგადად ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით, აეროპორტი მოგეხსენებათ ის ადგილია, სადაც ყველა კატეგორიის ადამიანი მოძრაობს და იქ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულან ცოტა ისეთ ნასვამ მდგომარეობაში მგზავრები, მოსულან ცოტა აგრესიული მგზავრებიც, მოსულან ისეთებიც, თითოეულ თქვენგანს ახლა მე ბევრ ცნობად სახეს ვხედავ აქ, ჩემთან ხშირად გაუვლია ის მათ შორის თქვენც და თუმცა ძალიან ისეთი ოლიმპიური სიმშვიდის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი სამსახური მე მხოლოდ მოთმენას მავალდებულებს და ძალიან ბევრ ამას მავალდებულებს, ასე რომ აქ არანაირი პრივილეგია არ არსებობს. მე ვარ პოლიციელი ქალბატონი, ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას და შესაბამისად ვიქცევი ყველასთან ისე, როგორც ამას ჩემი სამსახური მოითხოვს. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი ჩვენი რესპონდენტის რეგალიები რო ჩამოვთვალა, ალბათ გადაცემის დიდ ნაწილს წაიღებთ. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ჩამოთვლი, ყოფილი კარატისტი, ყოფილი ბოქსერი, ახლა კი მერის ეკოლოგიის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი და რადიო ჯაკოს ერთ-ერთი წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. რატომ გადაწყვეტე, რომ ყოფილიყავი ბოქსერი, კარატისტი, მამაკაცური წმინდა პროფესიები? სულ შემთხვევით მოხდა, ხერხემლის გამრუდება მქონდა და აუზზე დავდიოდი და აუზიდან გადავედი კარატეზე. კარატეზე როცა დავდიოდი, მიღებულობდი მონაწილეობა შეჯიბრებებში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. შემდეგ გადავედი კრივზე, კრივში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი და საქართველოს ჩემპიონი ვარ. და უკვე შემდეგ ვიყავი კიკბოქსით დავინტერესდი, არა და სულ შემთხვევით მოხდა მანდაც გადასვლა. მივიღე მრავალგზის საქართველოს საერთაშორისო მსოფლიოს ჩემპიონატის და მსოფლიო თასის პრიზიორი. ვაუ! ბრავო! და შემდეგ იყო საქართველოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვიყავი, პირველი გოგო ვიყავი საქართველოში, არავინ არ იყო, მე ჩემს გარდა მსაჯობდი. დავდიოდი რინგზე და მსაჯობდი და ეხლა ვარ უბრალოდ საქართველოს კიკბოქსის ფედერაციის გენერალური მდივანი და ამავე დროულად უბრალოდ მაგრამ მუშაობ ქალაქ თბილისის მერის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში და ვარ სპორტული რადიო ჯაკოს საინფორმაციო და გადაცემა რეპეშაჟის წამყვანი. ოჯახური მდგომარეობა გვაინტერესებს. რა უნდა ამას სამზარეულოში? რატომაც ამათი ოჯახური მდგომარეობა ყოველას. ოჯახური მდგომარეობა აინტერესებს ყველასი, ყველა კაცი. ჯერ არ არის დაოჯახებული, სწორედ ამაზე მინდა გკითხო. რეალურად იმის გამო რომ სარგაუში პარტიის მომღერალი ლეოს არის. აქედან გამომდინარე, ხომ არ გაქვს გილეს მეგნი არ არის.
თაყვანისმცემელთა რაოდენობა შემცირებელია. მცირე თაყვანისმცემელთა რაოდენობა იმის გამო, რომ მაინც ახლა ბოქსერი სპორტსმენი შეიძლება ვიღაცა შეეშიდეს, რომ გავაპრაზობები ამასთან აუქნა. არა, ალბათ ეს ხასიათებიდან გამომდინარე, მაგრამ ვიცი გოგოები, რომლებსაც აქტიურად ვარჯიშობენ და ალბათ აქვს ბიჭებს კომპლექსი, რომ იცი რა რაღაც რომ მოეწონოს არ მცემელს. არ ვიცი. ყოფილა ესეთი შემთხვევა. შენთვის არა, მაგრამ მსმენია მსგავსი შემთხვევის შესახებ. არ ვიცი, არა. ანუ რაცა კიდე მამაკაცი გიცემია თუ არა? მე ერთს დავუმატებ. მე მგონი პირველად მიმიტო შევიდა ამ სპორტზე რომ ვინმე ცემა უნდა. არა, სპორტულ რადიო ჯაგოშია წამყვანი, ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი, მაგრამ გამორჩა ერთი რამ. როდესაც იყო სილამაზის კონკურსი, ის გამარჯვებულია იმ სილამაზის კონკურსის. ქალბატონო მარგარიტა, დღეს მაყურებელი ალბათ პირველად გაიგებს, რომ ქალბატონი მარგარიტა არის თბილისის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი და ყვითელ ავტობუსს მართავს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ აგერჩიეთ ეს პროფესია? მე ვიცი, რომ თქვენ ავტობუსით არ დაგიწყეთ, მანამდე მართავდით ელექტროსატრანსპორტო საშუალებებს, ტრამვაის. რამდენი წელია უკვე სტაჟი გაქვთ ამ მიმართულებით? 30 წელია მუშაობ ტრანსპორტში. ქალაქის ტრანსპორტის მეთაური. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ აგერჩიეთ საკმაოდ რთული? ქალბატონების ერთ ნაწილს ქალი საჭესთან როდესაც გესმის, მე მაგალითად პირადად 5 მანქანის წინ რო ქალი მართავს საჭეს, ვცნობ, იმიტომ რომ დადის აი ეს. ბოდიში მოიხადე. მე უნდა მეთქვა, რომ სიამოვნებით ჩავჯდებოდი იმ ტრანსპორტში, სადაც ქალბატონი მარგარიტა არის. ქალბატონ მარგარიტას მინდა ვკითხო, რომ ძალიან რთულია თუნდაც პატარა მანქანის მართვა ქალბატონისთვის, მამაკაცისთვისაც შეიძლება, მაგრამ ამ ხელა ავტობუსის მართვა მიდი ერთი მავაში გელი უკენინა. სტებით, ხალებს მე კი შეუძლიათ ვიდრე მამაკაცებს. ეს თქვენთვის არ არის მართოთ ავტობუსი ვუხდით ყოველდღურად ამდენ ადამიანთან. არა, ხალები ისეთი მოხერხებულები არიან, რომ აი ყველანაირი სიტუაციაში შეუძლიათ გამოიძრინონ თავი. თავდაპირველად რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? სულ პატარობიდან დედმამიშვილები ორი ვიყავით გოგოები და ბიძაჩემებს ბევრი ბიჭები ყავდა და მამას დასცინოდნენ. გოგოების მამა ხარო. ჩვენ დროში ესე რაღაც სხვანაირი იყო ჩვენ. ეხლაც ეგრეა. ჩვენ დროში და მე გაჩვენებ თქვენ თუ გოგო მყავს. დავყავდი ყველგან სანადიროთ, ათევზაოთ. ცხენს დებოდი. დავდიოდი და სულ მთელი რიონის ხეობა მოვლილი მაქვს, მარტო დავდიოდი სულ ცხენები. და მე საჩხუბრად გამომიყვანენ ფეხბურთის ამაზე, პირველი მე გავდიოდი. და ესე მე ჩემ გენებში შემოვიდა უკვე ეს კაცური ისა. და არ მინდა რომ ქალის იმაში იყო დიასახლისი ან ყოყნაში იყო ან რამის ვაკეთებდე ქალურ საიმას ვერ ვიტან რა უკვე ის ალერგია ესე იგი ალბათ მარგარიტა თქვენგენად ტრანსპორტში მუშაობთ 30 წელი მიმიხდებით ალბათ არიან ესე იგი ქალბატონები მამაკაცის რამაზე აწყობილები მასე ლაპარაკობდა მამაჩემი ბიჭის რამაზე აკრეფილია რამაზე ხარ აკრეფილია გათხოვილი ხარ? სამწუხაროდ მან ოჯახი შექმნა, ვერ მოახერხა, თუმცა თავისი პროფესიის ერთგული დარჩა. იწვევს თუ არა გზავრებში გაოცებას, როდესაც ამოდიან ავტობუსში და ხედავენ ქალბატონს, რომელიც მართავს. პირველად მუშაობა რო დავიწყე ტრამვაიზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ. ქალს პატრონი არა ყავს, ტიროდი მე, რატომ მეუნებია? მე ხო არაფერი დამშავებია. მუშაობ კეთილსინდისიერად გემსახურებით. ძალიან დიდი ის იყო ლაპარაკი ჩემზე რომ ქალები არ მოსწონდათ ჩემი პროფესია. აი დამთავრდა ეს რაღაც პერიოდები, შეეჩვია ხალხი, უკვე ავტობუსზე რო გადმოვედი, უკვე ისე მესალმებიან. ეგ დაწინაურებაა და იმიტომ. ისე მესალმებიან, რომ გეგონებათ მე ვიყო ერთ-ერთი პარლამენტის წევრი. კოლორიტი ჩვენი ქალაქის. შეყარებული ხათი რა. ძალიან მარტკინა გული. დამიწუნა დედამ. დედამთილმა. სადედამ. ეს ის პირდაპირ პროფესია მსგავს თერაპიის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს ქალი ოჯახში არ გამოგვადგებაო. ანუ თქვენი პირადი ცხოვრება იმსხვერპლა? ესე გამოდის. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ქალბატონი, რომელიც დღეს მართავს
ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტს გულისხმობ ავტობუსებს. ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული სარგებლობ. ჩავერთოთ დისკუსიაში. შემდეგი ჩვენი სტუმარი, რომელიც გადაცემის პირველ ნაწილში არ იყო და გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდა, არის ძალიან ცნობილი ქართველი წამყვანი. მან აირჩია პროფესია, რომელშიც ქალბატონები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები ამ შემთხვევაში. და მე ვიტყოდი, რომ უფრო წარმატებულებიც. შეიძლება, ამ შემთხვევაში შენთან არ შემოვალ ეკა. თუმცა, როდესაც ძლიერ ქალბატონებზე საუბრობ, ყოველთვის ყოველს ახსენდება ეკა მიშველაძე, რომელმაც შეძლო და წლების განმავლობაში თავის სახელი და გვარი დაიმკვიდრა ამ პროფესიაში. ძალიან დიდი ხანია ეკა უკვე ტელევიზიაში მუშაობ. რთული იყო თუ არა შენთვის, რომ მოგეკიდებინა ადგილი ამ შემთხვევაში? დაგჭირდა თუ არა შენი სიძლიერის გამოჩენა, იმიტომ რომ ტელევიზიაში წლების განმავლობაში დარჩენა და გაძლება ძალიან ძნელია. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და დიდი ბოდიში რომ არ ვიყავი გადაცემის პირველ ნაწილში. რთული არის ყველასთვის. რომ იყო წარმატებული, ეს არის რთული ქალისთვისაც, მამაკაცისთვისაც და მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს რაღაცა ესე უნდა დავხოთ რაღაც გენდერული თვალსაზრისით. უბრალოდ რთული არის ამ შემთხვევაში ის, რომ რაღაც ესეა მიღებული და ესე თulis ყველა, რომ ქალს კიდევ სხვა მეტი ფუნქცია აქვს და ამიტომ უნდა მოახერხო, რომ ის ყველაფერიც ისევე წარმატებით შეასრულო, როგორი წარმატებულიც ხარ შენს პროფესიაში, სულ ერთი არა პროფესიის ხარ ამ შემთხვევაში რა. მე შემიძლია თამამად ვთქვა, მე მყავს ორი შვილი, ისინი უკვე ძალიან დიდები არიან, მე მუშაობ 92 წლიდან ტელევიზიაში და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს შვილებს რაც ყველაზე მთავარი და პირველია, რა თქმა უნდა, ალბათ ყველა მშობლისთვის, ყველა დედისთვის, ასევე მამისთვისაც. ჩემს შვილებს დედა არასდროს არ დაკლებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბრობთ ჩვენ ვისაც. მიუხედავად იმისა, რომ შენ მოგეხსენება ეს იამაც იცის და ვისაც ტელევიზიასთან თუნდაც რაიმე შეხება ქონია, ეს არის პროფესია, რომელიც მთლიანად მოითხოვს შენს ენერგიას, შენს დროს, თავდადებას და აბსოლუტურად ყველაფერს რა. მაგრამ მე ეს მოვახერხე. ანუ განრიგი რა ქონდა? მე შემიძლია მოგიყვეთ ეს განრიგი. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რას უნდა მოაკლო დრო და რას უფრო უნდა მეტი დრო დაუთმო. აქ საუბარია იმაზე, რომ დრო უბრალოდ უნდა გაანაწილო სწორად. შენ უნდა გაანაწილო შენი გრძნობები სწორად, შენ უნდა გაანაწილო შენი სიყვარული სწორად, შენი ურთიერთობა ადამიანებთან სწორად. სამსახურში, ოჯახში, სულ ერთია ამას ადაკეთებ, ეს უბრალოდ ყველაფერი სწორად უნდა გაანაწილო. როგორ რაც თქვა იაფარულავას. როგორ უნდა გადავანაწილოთ დრო სწორად, აი რამდენი ხალი მოწყვეტილი არის თავის ბავშვებს, ოჯახს და მუშაობს აგერ შენი მეუღლე მაგალითად. როგორ გადანაწილოს დრო სწორად? ანუ სამსახურში რომ მიდიოდი, ის ბავშვები ხორჩებოდნენ ვიღაცასთან. ის რა, არსებობს ბაღი, არსებობენ მშობლები. ნუ თუ ეს ყველაფერი არ არსებობს და რაღაც გამოუვალი მდგომარეობა გაქვს, საუბარი რომ დედამ უნდა გაზარდოსო და არავით არის ძიძა ბაღი და მშობლები. მე ჩემი შვილები მე გავზარდე. მე ვთვლი რომ ჩემი შვილები მე გავზარდე, ისინი ძალიან ცუდია რომ აქ არ არიან, ნოდარი იცნობს ჩემს შვილებს, ანას და მაკოს, აქვს მათთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცის. დამიდასტურებდნენ, ანუ ამ ყველაფერს და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ მე მეხმარებოდნენ, დედაც მეხმარებოდა, დედამთილიც მეხმარებოდა, ბაღშიც დადიოდნენ სკოლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ორივე იმას ამბობს და მეც რა თქმა უნდა ვამბობ იმას, რომ ჩემი შვილები მე გავზარდე. გაზრდაში არ იგულისხმება ის, შენ აჭმევ თუ არა დილით ბავშვს აჭმევ. არა, ესენი ამბობ ეს არისო. როგორ გითხარ შენ? მე გულისხმობ აღზრდას. კი, დედა ჩემი. არის ეს. მაგას ვიძახი ახლა, იაიძახის რომ არა, ესენი მაინც და მაინც დედა უნდა აჭამოსო. მე დედა შეგარა თქვი? მე და ჩემი დედა ჩემს ბაღში მივყავდით, ტოვებდა, მე მიდიოდა სამსახურში და სამსახურს ამთავრებდნენ და ბაღიდან გამოვყავდით. ეს იმას და ბაღი იმიტომ არის და ის საზოგადოებრივი ბავშვის ბაგაც, პატარა ბავშვი რომ იყვან, როცა მუშაობს ქალბატონი. ეხლა შემოვიდა ძიძები მოდაში თორე ის საერთოდ ძიძა ეხლა სულ სხვანაირად აჭიკჭიკდი შენ გაჩერდი. 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმან რაკნას. არა, იმისთვის არსებობს ძიძები, მოდრე ძიძები ეხლა. სხვანაირად არ ამბობდი წინა ნაწილში, ეხლა თქვით? არა, რას ამბობდი? ოჩა. ეკა არის ის ქალბატონი, რომელმაც შეძლო ძალიან ძნელია ყველაფერი, რაზეც საუბრობ. ქალმა მოასწროს 1, 2, 3, 4.
მაგრამ მე მეხუთე და მეექვსეს მოვასწარი ახლა მაგ ყველაფერს უბრალოდ არ ვიცხია მე ბავშვების რაოდენობაზე რამდენი რამე მოვასწარი ბავშვების რაოდენობაზე აი ეს არის ყველაზე მთავარი არის ეს რომ ეს ძალიან ძნელია და ვინ შეძლებს აი ამ ბარიერის ამ თარჯის გადალახვას. აი ეს არის მართლაც. ეკა, გადაცემის პირველ ნაწილში იყო საუბარი, რომ საქართველოში ქალების უფლებები მეტნაკლებად ირღვევა. შენ ფიქრობ, რომ შენი უფლება საქართველოში არის დარღვეული? არანაირად ამას არ ვფიქრობ. მე ვთვლი, რომ საქართველოში თუ რამე ირღვევა, უпростоრეთ ვინც ამას ასე თვლის, ის ალბათ უბრალოდ შეიძლება ადამიანის უფლებებს გულისხმობს, იმიტომ რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც აქვთ თავიანთი კომპლექსები და ეს სულაც არ არის უცნაური, სულაც არ არის სირცხვილი, ზოგს უბრალოდ ამის აღიარება უჭირს, ზოგს აქვს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი აღიაროს და აი ამ კომპლექსებიდან გამომდინარე ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა. ნუ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ შეიძლება დაარღვიოს ჩემი უფლებები? ან როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ შეიძლება დაარღვიოს დათოს უფლებები? რას ნიშნავს ირღვევა უფლებები? ვინმე ჩაგრავს? ვერავინ ვერ გააკეთებს ამას, თუ მე თვითონ არ დავყევი ნებას. ანუ მე როგორც მინდა, იმდენად იქნება ყველაფერი. ეკა, ყველაფერი საკუთარ თავზეა. ზუსტად მან დავარ მეც იმის არ იყოს, ძალით გამოვუპატიურა. როგორ შეიძლება ეგაკნე ეს არის ჰარმონია, ეს არის ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია რომ არსებობდეს და ეს არის მხოლოდ ადამიანების უნარებზე დამოკიდებული, რამდენად ჰარმონიულად შეგიძლია შენ ურთიერთობა მამაკაცთან თუნდაც ქალთან და ზოგადად ადამიანებთან. ანუ ყველა ადამიანმა პრობლემა უნდა ეძებოს მასში. წინააღმდეგობა არსებობს, იქაურობას ჯობიათ გაეცალო და საერთოდ არ დაიწყო არაფრის გადაკეთება და გადაწყვეტა. ბუნებრივია ეს დისკუსია რომელიც არ არსებობდეს, მაშინ ყველაფერი ასე დაკარგავდა, დისკუსიას მოაქვს ეშმანდება. ახლა სტუდიაში მინდა დავპატიჟო გადაცემის სამყვანი, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ ყველა ქალებზე ალაპარაკდა. ქალური ლოგიკა და კაცების შოუ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერდით. თავდაპირველად მინდა ნუცასთან გადავიდე კითხვით. როდესაც გადაცემა ეთერში გავიდა და უყურებდით სტუდიის სპეციალური ჩართვის სტუმრებს, რომლებიც სრულად ალოგიკურ პასუხებს სცემდნენ დაშვებულ კითხვებზე, ერთადერთი კითხვა გამიჩნდა და არ შემიძლია არ კითხო. რეალურად ეს ადამიანები მართლა ასე ფიქრობენ თუ გარკვეულწილად ყველაფერი იყო სატელევიზიო ინსცენირება? ეს კითხვა მისმის ალბათ ხომ წარმოგიდგენიათ მე რამდენჯერ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი თამაშია და ესეთი კითხვებია შეიძლება დამაბნეველი და რა თქმა უნდა ხშირად არ იციან პასუხები და არ არის მე მგონი ესეთი დასაკითხი. იგივე გადაცემა რომ გაკეთდეს მამაკაცებზე, ზუსტად იგივე გავსი სიტუაცია იქნება ზუსტად იგივე შედეგს ცოტა ნაკლებ. არ მგონია. მე არა, ზუსტად იგივე შედეგს მივიღებდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განვითარების დონით ან რაღაც ინტელექტის დონით მოცემულობაში რომელიმე გენდერი რომელიმეზე მეტია. აქ საუბარია ინდივიდებზე. არა, ნუ რა თქმა უნდა, მაგაზე ვერ შეგიძლია. ვინმე სხვა მივიწვიოთ იმ გადაცემაში. ნახოთ. მე შემიძლია აბსოლუტურად დაგეთანხმოთ, ზუსტად ეგრეა. უბრალოდ იქ, რა თქმა უნდა, ჩანს გოგოების პასუხი და არა მამაკაცების პასუხი. არავინ არ თხოვს მამაკაცებს, რომ თქვენ გაეცით აუცილებლად სწორი პასუხი. უბრალოდ უნდა გამოიცნონ გოგოებმა იციან თუ არა რეალურად. ამიტომ ჩანს რომ გოგონებმა არ იციან. ძირითადად ვაკვირდები ხოლმე, ალბათ არც უნდა ვთქვა, მამაკაცებმა უფრო ხშირად არ იციან პასუხები, ვიდრე გოგონებმა თვითონ გადაცემაში. ასე რომ მე ერთი რჩევა მაქვს იმეთან, ესეთი გადაცემა გააკეთეთ აუცილებლად პირიქით რომ იყოს მამაკაცური ინტუიცია, ქალური ლოგიკა და მამაკაცური ინტუიცია. გააკეთეთ, შეგიძლია ახალი სეზონი იწყება. უბრალოდ ამ გადაცემას მართლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა, თუმცა გადაცემის ავტორებს აქვთ ერთადერთი კონკრეტული განმარტება. ეს არის გასართობი გადაცემა და ეს არ ემსახურება იმას, რომ ვინმეს დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული თუნდაც რომელიმე სქესის წარმომადგენლის. კაცების შოუ იმედზე. ყოველ კვირას საღამოს ძალიან სახალისო გადაცემა ხშირ შემთხვევაში ხალხს ღამეებს ათენებინებს. რატომ მაინც და მაინც კაცების შოუ? 4 კაცს რომ იყავს გადაცემა, ახლა ქალების ლოგიკა ან ქალების შოუ რატო უნდა დაგვერჩინია? უბრალოდ კაცების შოუა რა. ეს არის კაცებისთვის, კაცების შოუ. პირველი სტუმარი იყო ია ფარულავა. ია გაგიჭირდა კაცების პრესის გალვა. ძალიან გამიჭირდა. ჯერ ესეთი არ ვიცოდი რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. საერთოდ მოუმზადებელი. როგორც წესი, ნუ წინასწარ რაღაც სცენარი მაინც არს ახლა შეგარო მოვდივარ. ამდენ კაცებში რო იყავი, რომ მოუმზადებელი. მოუმზადებელი არა, მოუმზადებლის არ მეშინი, უბრალოდ არ ვიცოდი მე აქ უნდა გამეკეთებინა შოუ. ანუ ამათ ხუმრობებს უნდა ავყოლოდი და ესენი არიან პროფესიონალები თავის საქმის. ანუ არიან კომედიანტები, ასე თქვა, ფელეტონისტები, ხო? ხო ხარ? ხო ხარ? არა, კაი გაგებეთ
ეხლა stand-up comedian ეს არის ყველაზე მაგარი სამსახური ამერიკაში. ყველა დიდი talk-show წამყვანი აქედან არის წამოსული, ხო და არ ვიცოდი როგორ უნდა წამიყვანა, საით უნდა წამიყვანა და სრულიად ესეთი ქალური ინტუიცია და ლოგიკაზე ვიყავი დაფუძნებული და გამომივიდა მეტნაკლებად, მაგრამ ჩემზე ესე იგი ისწავლეს ამოთმე და გადამატეხეს პირველი ჯოხი მე. ია დაჩაგრულად გრძნობს დათო თქვენგან თავს. ძალიან გამიჭირდა. აი 2 საათის ჩაწერის მერე აი სოფლიანი გამოვიდა მე ვთქვა აი ძალიან გამიჭირდა, ხო? დათო, გადაცემის დროს ვინ უკეთესად ხუმრობს, ქალბატონები თუ მამაკაცები? ის უფრო მეტი ნიჭი აქვს იუმორის. ერთნაირად ხუმრობენ რა. ერთნაირად უნიჭოთ. ერთნაირად უნიჭოთ. ან ერთნაირად ნიჭი. რატო უნიჭოთ ვიხუმრეთ ჩვენ ეკა? თქვენ არა, თქვენი გადაცემა არაჩვეულებრივი იყო. ოკეი. ია სამფასის მოსმენა უნდა. ქალების უფლებები საქართველოში და მამაკაცების განწყობა ქალების მიმართ. სად არის ქალების ადგილი? ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ქალის ადგილი არის მამაკაცის გვერდით. სადაც არ უნდა იყოს ეს სამზარეულოს არ შეიძლება ხა რეზერვაციას ყოველ გავაკეთებ. ხალი არის ადამიანი და სადაც ადამიანის ადგილია, ყველგან არის ქალის ადგილი. გადაცემის პირველ ნაწილში გყავდა სტუმრად ქალბატონები, რომლის ერთი ნაწილიც მათ შორის სიაფარულაოს ფიქრობს, რომ საქართველოში ის არის დაჩაგრული. ანუ ქალების როლი არის ასე ვთქვათ დისკრიმინირებული. მე ვთქვი, მე იმიტომ გითხრა დაჩაგრული, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ვარ და მამაკაცები ვერ მიძლებენ მეთქი და ამის გამო ვარ დაჩაგრული. ესეც ერთგვარი კომპლექსია, რაზეც მე ვსაუბრობდი. რა კომპლექსები ყველას მამაკაცები კომპლექსდებიან. არა, მეც მაგ კომპლექსები. მამა ძლიერ წარმატებულ ქალებთან, ოღონდ ეს არის მამაკაცების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ამას ვერ იტყვი ყველა მამაკაცი. აუ, ყველა ესე არა, ყველა ესე არ არის. ადე წავიდეთ რა, ადე. ყველა ესე არ არის, ეს დამოკიდებულია მხოლოდ განვითარების დონეზეა დამოკიდებული რა. პირიქით მე ვიცნობ მამაკაცებს, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ ისინი არიან და მათ აქვთ ის ბედნიერება, რომ ისინი იყვნენ გვერდით ლამაზი, წარმატებული, საქმიანი. არა, არ დავასახელებ, იმიტომ რომ მათგან ეს უფლება არ ამიღია, მაგრამ მერწმუნეთ დამიჯერეთ. თავის ნებით აგერ. ახლა შეცის ხედან ქალბატონები, რომლებმაც აირჩიეს მამაკაცური პროფესიები. როგორ რამდენი მისაღებია შენთვის, თუნდაც ქალბატონები, რომლებიც ირჩევენ მამაკაცურ პროფესიებს? შენ რომ დღეს ქმნიდე ოჯახს, შენ რომ არ იყო დაოჯახებული და არ ყავდეს გვერდზე მეორე ნახევარი, არჩევდი თუ არა ქალბატონს, რომელსაც აქვს მამაკაცური პროფესია? რა თქმა უნდა, ავირჩევდი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სიტუაცია, ხა მე თვითონ რა სფეროშიც ვარ, ბევრი ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროდან და უფრო მეტიც მინდა გითხრათ, როდესაც მივდივარ, თქვა ვინმესთან ან ბიზნესმენთან იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, მოსალაპარაკებლად და ხვდება მანდილოსანი, ძალიან სიამოვნებს და უფრო ადვილად პოულობს საერთო ენას. ქალები პოლიტიკაში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალბატონები მიდიან პოლიტიკაში. ეს ალბათ ყოველ საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მათ უწევთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. როგორ ფიქრობთ, ბატონო ჯამრეთ, რამდენად გამართლებულია ქალი პოლიტიკაში? ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, რომ როდესაც საერთოდ საუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს გამონაკლისი მომენტები, გამონაკლისი შემთხვევები. თუ ქალი დაიბადა ისეთი ნიჭიერი, რომელსაც შეუძლია აჯობოს მის გარშემო მყოფ უფრო მეტპროცენტულ რაოდენობას მამაკაცების, რა თქმა უნდა, მას შეუძლია მართოს ქვეყანას, თუნდაც ისრაელის პრემიერი ქალბატონი გოლდა მეირი, თუნდაც ინგლისის, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის პრემიერები, ისე რომ პოლიტიკაშიც და ყველგან ხალხ შეუძლია იყოს პირველი, მაგრამ კიდევ უსვამ ხაზს, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები. საერთოდ, როდესაც გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი, მე ერთსაც ვიტყვი, რომ გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, კავკასიაში და საქართველოში ეს პატრიარხატი მაინც არის შემორჩენილი და ალბათ გარკვეული წლების განმავლობაში მამაკაცები მიხვდნენ, რომ ქალები არიან ძალიან წარმატებული პოლიტიკოსები და ამას ერთი ძალიან უბრალო მიზეზი აქვს. მიზეზი არის ის, რომ ქალში გენეტიკურად დევს დიპლომატია, პოლიტიკოსობა, განსაკუთრებული ინტუიცია, განსაკუთრებული მოხერხებულობა. ის რაც ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს არ აქვს. ხო მართალია. მე ვერ უფრო პირდაპირები არიან მამაკაცები. ეკა პოლიტიკაში, ეკა გვინდა პოლიტიკაში.
არა, მე ვერ დაგეთანხმები რომ ქალები ბევრად ჭკვიანები, მოხერხებულები და ასე შემდეგ არის. მე ქალების პოტენციალს ხედავ ძალიან ბევრ სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც, სპორტში, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალები უკეთ გააკეთებენ რაღაცას, ვიდრე ვაკეთებთ მამაკაცები. არა, მოდით ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ გთხოვთ ქალებო, დაიცავით ზომიერება და მაინც იყავით უფრო ოჯახზე ორიენტირებულები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სფეროში ხართ წარმატებულები. ახარებთ მამაკაცებს ყველაფერი თქვენი წარმატებულობით და თქვენი მოხერხებულობით, მაგრამ ჩვენთვის მამაკაცებისთვის მაინც გირჩევნიათ არა სამზარეულოში არა. გააჩნიათ ერთი თვისება, ეს არის მოთმინების უნარი, რაც პოლიტიკოს ძალიან ჭირდება და ბოლო დროის პოლიტიკოს და შეიძლება უფრო მეტად ოდიში. და რუსულად ვიტყვი რა სიტყვას ვიჟიდანია, რაც მარტო როგორ არის ქართულად ვერ გავიხსენე ეს სიტყვა. რაც აი ქალებს უბრალოდ მართლა გენეტიკაში აქვს. არა, მაინც და მაინც აქცენტი აქვს აღებული გინდა თუ არა სამზარეულოში. ნუ იქნებ სამზარეულოში. ვანაში ყავის არაცის მანქანასთან. ძალიან კარგია სამზარეულოში. არაჩვეულებრივია. მე მაგალითად აი ძალიან მომწონს, როდესაც ვარ სამზარეულობით ვიქნები სამზარეულოში. სამზარეულოშიც ისეთივე წარმატებული ვიქნებოდი და ვარ კიდეც. მაგას გეუბნები. როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაშიც. ამაში რა პრობლემას ხედავ? ისე გემრიელი საჭირო მე ვარ გემოგასინჯის. ეს არის მისი კეთილინება. ქალის არჩევანია, მას უნდა იყოს სამზარეულოში, თუ უნდა იყოს სადმე სხვაგან. იყავით წარმატებულები, აკეთეთ ის რაც გიყვართ და რაც გინდა. ხო, მაგრამ ნუ გვეჯიბრები. როგორც ქალი მე არ მინდა რომ იყოს თუნდა. ხო და მაგას გეუბნებით, ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს მამაკაცი ისეთი გვერდით, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას. გავაკეთოთ მეთქი, მე კითხვა დავსვი, როცა არ არის იმის საშუალება, როცა არ არის პრობლემა, მამაკაცი არ არის ესეთი. მყავს გავზადეთ 18 წლის ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა სულაც არ არის გადამწყვეტი და მე მგონია რომ თქვენ ყველა თქვენგანს ამაზე გიფიქრიათ. რა თქმა უნდა. თავარი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჰარმონია და აი ეს ურთიერთგაგება რაც უნდა არსებობს. აუცილებელი არის ის ფინანსური მდგომარეობა, რომ ჰარმონია შეინარჩუნებს, ვერ შეინარჩუნებს, ისე გამორიცხული თემა არის. რაც არ უნდა მოხდეს, არ მოხდება ისე, არც 100 წლის შემდეგ, არც 200 წლის შემდეგ, რომ დეკრეტულ შეგულებაში გავა მამაკაცი. ეს არის ერთადერთი უპირატესობა. ქალების უპირატესობა. ყველაზე ერთაგარ. თქვენთან იყოს ისე თქვენთან იყოს. რა თქმა უნდა, კანონმდებლობით კაცად შეუძლია დეკრეტულ შეგუებას. კი, არის ეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, კაცი არის ნამდვილად ქალის მეგობარი. მაგრამ ნოდა, რა თქმა უნდა, ყველა ქალს ჭირდება გვერდზე ძლიერი კაცი. და რომ კაცი რომელსაც აი ესეთი დაღლილი ძლიერი ქალი მოვა და დაადებს ხარს და დაიძინებს და რაღაც დაისვენებს. დისკუსიის შედეგად მივედით ერთ დასკვნამდე. ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთის გარეშე ბუნებრივია ცხოვრება. არ შეგვიძლია ძალიან დიდი მადლობა. მათი შემოგვიერთდა და დავიწყე საათნახევარი ჩვენთან ერთად გაატარა. ვეცადეთ დღევანდელი გადაცემისათვის აქტუალური თემა აგორჩია და გადაცემის ბოლო ნაწილში უბრალოდ ერთ პერსონამდე მივიდნენ. საჭირო ყოველთვის დისკუსიის მსვლელობა და საერთო ენის გამონახვა. შემდეგ პარასკევს კიდევ ერთი ცხელი თემით შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.